დაწყებულა ომი, 7-ში დაიწყო ომი. ნამდვილად. მე ვიყავი აქ, მე ვიყავი მონსტრე, მე ვიყავი მხილველი და რა ვიცი, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ყურბამდე ვიყავი ჩართული ამ ამბებში და შუადღის პირველი საათის შემდეგ აქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა 7-ში. აღარ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ილეწებოდა ხეები, სახურავები, სულ სავსე იყო მთელი ეზო გასროლილი მასრებით და ასე შემდეგ. ჩვენ კიდევ რა უნდა გაგვეკეთებინა, სად უნდა გავქცეულიყავით. კი, ჩვენ კიდე ჯანდაბას გავიდოდით და ტრასით წავიდოდით, მაგრამ ხეობიდან რა უნდა ექნა ხალხს. წვერიახოზე უნდა გადმოსულიყვნენ იმ მთაზე და ძალიან ბევრი აი კონკრეტულად გეტყვით, მაჩაბლის სახლ-მუზეუმის დირექტორი იყო ელგუჯა გაგნიძე, აი უგანათლებულესი პიროვნება, თამარაშენში ცხოვრობდა ისა, ის იყო ცოტა ფეხისკიოდა და ინვალიდი იყო ერთი სიტყვით კოჭლობდა და ცოლმა უთხრა რომ შენო მანქანაც გაყევიო და მე ფეხით წყალ წამოვა რომ ჩავარდა ეს ქალი ლიახში და წყალმა წაიღო ისე რომ ვეღარ იყოვეს. ეს ხო შეიძლებოდა და არა და ჩვენმა მთავრობამ ხო იცოდა რომ მზადდებოდა რაღაც. ხო, დღეს იქნებოდა, ხვალ იქნებოდა, აუცილებლად მომზადდებოდა. ამიტომ თავი შეიკავეს მოსახლეობა უნდა გააფრთხილებინათ აუცილებლად. როცა იცი რომ ამხელა რაღაცა მზადდება და ვის ებრძვი, ვინ გებრძვის, ამხელა მონსტრი გებრძვის. 3 დღეში გაანადგურა საქაობა, ხო? ახლა იმისავით უკრაინასავით ხო 4 წელნახევარი არ გაგრძელდა ეს უბედურება, ხო? 3 დღეში გაანადგურეს ყველაფერი. 3 დღეში. აი ეს სურათზე გორის ცენტრი ჩანს. სტალინი ჯერ კიდევ იდგა მაშინ 2008 წელს. მე აიღეს. აღარ მახსოვს რომელი წელი იყო. თენა რომელი წელი იყო? რო აიღეს 11-ში აიღეს. 11-ში? კი. აი ისკანდერი რომ ჩამოაგდეს რაც არის მან ჩამოვიდებული. ეგ არის აკრძალული იარაღი ომის დროს. ასეთური. პირველად აგავს. არა, ეგ არ არის კასეტური, სხვა რა არის. აი, ნახეთ იმაში რა ქვია, ეს მრგვალი რაღაცები, რკინები, დიდი რკინები ვარ. ეგ არის კასეტური ბომბის ნამსხვრევები, რომლითაც დაბომბეს აქაობა. ელნეთი დაიბომბა 11-ში, 11 აგვისტოს დაიბომბა ეს რა ქვია. კასეტური ბომბის ნამსხვრევები და ჩემს ეზოში 13 როცა მოვიდნენ ინგლისელები გამმართველები ხალოდრასტი იყო ასეთი ორგანიზაცია, ჩემს ეზოში 13 ბომბია, აი ეგეთი ბომბია აფეთქეს რა, ერთი სიტუაცია იყო წასული. რომელი არის კასეტური ბომბის აი მაგალითად ეს მრგვალი ის არის კალინი, კია. აი ეს დიდი ნაწილები როყრია, აი ეს რკინის ნაწილები, აი არის ნამსხვრევები. ზოგი ჩვენი ეზოდან ამოვიღეთ, ზოგი მეზობლის ბაღებში იყო და იმათმა მომიტანეს როცა გავხსენეთ და მოკლედ ეს არის ფაქტობრივად, აქ ძალიან ბევრი იყო საბრძოლო რაღაცა ნაწილები, საბრძოლო ტექნიკის და რაღაცების, მაგრამ სულ მეშინოდა რომ რაღაცა არ ყოფილიყო ჩამონტაჟებული და არ აფეთქებულიყო და მაშინ ურეკავდი სპეცნაზელებს და ვატანდი სულ ყველას, რომ ესენი ახლა რაც მერე მოვძებნათ, რაც შემოგვრჩა, ისინი იყო. თორემ ძალიან გვეშინოდა აი ამ რაღაცეების. სულ თავისუფლად შეიძლებოდა დაეტოვებინათ აქ ისინი, მაგრამ აი სახელოვნად იმუშავეს ინგლისელმა არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელმაც განახმა მთელი სოფელი და არა მარტო ჩვენი სოფელი, მთელი შიდა ქართლში მან იმუშავა, მან განახმა. ხო. აუცი და სხვათა შორის ვიღაც რაღაცა ერთი წამით. აი ეს ისკანდერი გადამალეს მე ვიღაცiem ახლა კონკრეტულად არ ვიცი ვინ იყვნენ ადამიანები, მაგრამ გადამალეს ეს. რადგან და ეს მე ჰაგის იმაზე გამოიყენეს სასამართლოზე, უკვე ფაქტი იყო ეს. რუსები ამტკიცებდნენ, რომ არა, ჩვენ არ მოგვიყენებია, მაგრამ ფაქტი დაუდეს თვალზე. და რო არ გადაემალათ, მოსახლეობა გაანადგურებდა, ჯარში ჩააბარებდა მაშინვე. გააკეთეს ეგ შერტულში სხვათა შორის. იქაც ჩამოვარდა ერთი და საღამოს რო ჩამოვარდა, დილით უკვე აღარ იყო მთელი შერტული ზედაწყდა თურმე და გლეჯავდა იმეებს, რა ქვია, რომ ჯარში ჩაებარებინა. ნუ მოკლედ რა, ჩვენ ბევრი დადებითი გვაქვს ქართველებს და ბევრი უარყოფით. აბა რა გინდა და შენ მითხარი? რაღაც ესე ჭორი იყო, რომ ანუ ამ სტალინის ძეგლთან ხალხი იდგა და ანუ ეს დაბომბები რო იყო, დაგვიცავია. არა, ტყუილია ეგ. არა.
ჭორები ძალიან ბევრი რაღაც ჭორები გავწევდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიახ. აი გას და თუ სხვა ჯარისკაცებსაც დააგვირდებით საფედრო ფორმაში რომლებიც არიან ისა მკლავზე აქვს შემოქრული თეთრი ნაჭერი. ესენი არიან ოსები და რუსები და ეს თეთრი ნაჭერს იხმარებდნენ მკლავზე, იმიტომ რომ არ არეოდათ ქართველებში და თავიანთები არ დაეხოცათ, რომ გამორჩეული ყოფილიყვნენ ესენი და ერთხელაც აი ხედავთ ჯარისკაცებს ორივეს აქვს. ერთხელაც დევნილი მუნიციპალიტეტი ქურთიდან 30 კაცი 21 მაისს მოვიდა ექსკურსია აინტერესებდათ მუზეუმი ინახა და ერთი ქალბატონი დადგა მაგ სურათის წინ და აღარ მიდის. ტირის არ ვიცი და ფრთხილად მივახლოვდი და ვუთხარ დათაშვილი აღმოჩნდა ეს თამარა შენთან და რატო ტირი ხართ მეთქი ეგრე და პირველად ხედავ ამ სურათს სადაც ჩემი სახლი იწვისო. და აქ ძირითადად იცით ადამიანური ისტორიებია, ომის ისტორიები თავმოყრილი და თვითონ ადამიანს აქვს თავისი ისტორია, თვითონ სურათს აქვს თავისი ისტორია. დატოვეთ სოფელი. კი, როგორ არა, არ შეიძლება აქ გაჩერება. მე 8-ში დილით, როგორც კი ოდნავ შეწყდა ის რა ქვია, ცეცხლი, ხო. ოდნავ მინელდა ჩვენ მაშინ მანქანით იყო ჩემი ქალიშვილი და ჩავჯექით რომ უნდა გასულიყავით და ერთადერთი შემეძლო გადამეჩინა ფერადი ტელევიზორი, რომელიც განმადებით ჰქონდა გამოტანილი იქიდან თამარაშენისში რო გაიხსნა ეს რა ქვია მაღაზია ელიტ ელექტრონიქსი გაიხსნა და იქიდან ჰქონდა გამოტანილი ჯერ არც ჰქონდა გადახდილი პირველი ის რა ქვია შესატანი. და ის ჩავდით მანქანაში რომ გადავარჩინოთ და ჩემი შვილები ჩავჯექით და უნდა დავიძრათ და მოვარდა ერთი ქალბატონი ქვედა სახლიდან მურად ცხოვრობდა ხელში უჭირავს 4 წლის ბავშვი ბიჭი და მითხრა ლია შენ თუ აქედან არ წაგვიყვან ახლა შენ ხო იცი რომ ჩვენ აქ ჩავიხოცებდით და ზუსტად ვიცოდი რომ ისინი დაიხოცებოდნენ ეგრევე დავტოვა ეზოში დავტოვა ეს ტელევიზორი და ჩავში ისინი და წავიყვან აი როგორ შეიძლება მაგალითად სხვანაირად მოვწევდით აი ასეთი საშინელება თითოეული წვრილმანის გულისთვის, თითოეული ნაბიჯის გულისთვის გვიხდებოდა ბრძოლა სიცოცხლისათვის, სხვა რამისთვის კი არა, სიცოცხლისათვის გვიხდებოდა. მე დავკეტე კარებები, სხვათა შორის აი აქ მე როცა ამ ოთახს ვალაგებდით, მაშინ ვიპოვე ის რა ქვია ფოკლოვი და გასაღები, ხო. აი ამით იყო დაკეტილი, ამ გასაღებით იყო დაკეტილი ეს ოთახი მეორე სართულზე. მე ვიპოვე აქ ყველაფერი მაშინ. და არა მარტო ეს. როდის დაბრუნდით? მე დავბრუნდი 19-ში, 19 აგვისტოს, რადგან არ ვიცოდი ჩემი სახლი რა მდგომარეობაში იყო. აქედან გამოსულებს, ვისაც მეკითხებოდი, ისინი ზოგი ჩემზე ადრე იყვნენ წასულები და ასე შემდეგ მეკითხებოდი, ჩემი სახლი ხო არ იცით არ ხდება იქ. მეუბნებოდნენ, რომ არ ვიცით, ზოგმა მითხრა, რომ ტრაქტორი მიაყენეს და დაასწორესო, ზოგმა მითხრა, რომ ბული ამოდიოდა ლია, მაგრამ არ ვიცითო, არავინ არ მესურვართ ახლოსო. მოკლედ 19-ში წამოვედი მე თბილისიდან. ვერ შევიკავე თავი. გორში ჩამოვედი, გამოვიცვალე ახლობის სახლში. რაღაცა გრძელი შავი კაბა ჩავიცვი თავზე მოვიხვია შავი თავშალი, რომ რაღაც ასაკობრივად უფრო მეთქი ამომაქციონ ყურადღება და ტირზისამდე მოვედით მარშრუტით და მე აღარ წამოვიდა მარშრუტკა, აღარ დადივედნენ და არაფერი და 7 კილომეტრი გამოვიარეთ ფეხით. და როდესაც შემოვედი, სოფელზე გადმოვედი პირდაპირ უბანზე, აი გავგიშდი პირდაპირ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკვე ყველა სახლი დამწვარი იყო. აი ეხლა რო ნიავია, ეგეთი ნიავი იყო და ქარი ათამაშებდა იმ დამწვარ თუნუქებს. რაიმე ისეთი საშინელი ხმა იყო, რომ არ ვიცი. ეზოში ქათმები დარბოდნენ. მადლობთ, მომიტანეს უკვე. ხო, მადლობა. ხო და მოკლედ მოვედი სახლში და გავშეშდი რა. და გზაზე როცა მოვდიოდი, აი ეს დავინახე ეს დროშა, რომელიც ეს არის. და მე რა აუარე გვერდი, სულ დახეული და გაუბედურებული იყო თვითიანი და ავიღე და კაბის ქვეშ ამოვიდე და ისე მოვიტანე და თან მეშინოდა ისიც რატო რუსები და ოსები პატრულირებდნენ გზაზე და ვინმეს რომ დავენახე ამ იმ წუთში მომკლავდნენ და მოვიტანე და დავმალე და 7 წელი ვერ გავიხსენე, სადაც შევინახე.
მერე ჩემი ბავშვები სხვა სალაგებდნენ თურმე იქ დამიმალია და იქ იპოვეს მერე და აი ახლა ჩემთვის ძვირფასი არის ეს დროში. და ასე იყო გადამწვარი მთელი უბანი. საშინელება იყო რა. რამე დატოვე ეს? არაფერი. მერე ჩამოუარეს მარადიორებმა და ეზოში თუ რამე ქონდა მაგალითად ლურჯი ისინი რომ არის კასრები. აი ღვინის უხარობენ პლასმასის იმაში წყალს ვახსენებთ ხოლმე ისინი ნუ რაც ნახეს ეზოში ყველაფერი წაიღეს ის სახლების გაჩქრებული იყო უკვე ყველაფერი წაიღეს. ანუ ჯერ ძარცვავდნენ და მერე წვავდნენ თუ ზოგი ისე არა ეგენი ქართული მარადიორები. და სხვათა შორის ჩვენი უბედურება ის არის რომ აი ამ ჩვენი ომისა და ჩვენი უბედურობის ხარჯზე ძალიან ბევრმა ხელი მოიტანა. ძალიან ბევრმა. ომს ახასიათებს. ხშირად უცხოელებთან ამას არ ვამბობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ჩვენი რეალობა. უნდა ვიცოდეთ, როგორც არის რეალობა ხოლმე გავუშვათ. რეალობა. ნადავლის კი. ჰუმანიტარული უცხოური ორგანიზაციები ახლა აღარ უნდათ არაფერი, აგენტები არიან უყალანი, მაგრამ მაშინ მათზე ვიყავით დამოკიდებული. პროდუქტი იყო, გურგულეული იყო, ფქვილი იყო, რა ვიცი, 1000 რაღაცები. მართალია იმასაც ეშლებოდათ, კი, ეშლებოდათ რაღაცები. დეკემბრის აი სახალხოდ მოგვიყვანეს, აი წეჭნა ახლა ციცილები. სადუნდა წაგოყონა ციცილები, სულყოლად დაიხოცნენ. აი ციცილებში ვერ გავაჩეროთ. მოკლედ, აი ესეთი ძიმე ისინი ქონდა. ეხლა გეტყვით რომ ეს არის ბანერზე მცოცავი ოკუპაცია, რომელიც დღეს არის ჩვენი პირველი გამოწვევა. ჩვენი პირველი გამოწვევა. აი მაგ ბანერზე არის ეს ახალი ბანერები და ნახეთ ბოლოსში სურათი რომ არის. ეგ არის ნიქოზის სასაფლაო, ზემო ნიქოზის სასაფლაო, რომელთან ძალიან ახლოს არის ცხინვარი. აი თეთრი სახურავები ჩანს მან, ეგ არის ცხინვარი. და მანდედან ისროდნენ სულ და ძალიან დიდი ბოდიში ისა მთელი მიცვალებულის ძვლები ზემოთ ეყარა სულ ამ იმაზე რა ქვია, იმიტომ არის ბლინდაჟი მან გაკეთებული საბურავები. ესენი იბომბებოდა ერგნეთიც იბომბებოდა და ისიც რა ქვია, ახლა იბომბებოდა ცოტა ისეთი სიტყვა, მაგათ არ ქონდათ. ეგენი ავტომატებით ისროდნენ მხოლოდ და იმდენად მივაჩვია ყური ყველაფერს რომ უკვე ვარჩევდით, ჩვენ ქალები ვარჩევდით რა იმიდან ისროდნენ, რა იარაღიდან ისროდნენ. ეს მათყვია იყო ხოლმე ხდებოდა. კი, როგორ არა, მაგრამ დაღუპული არავინ არ იყო. მათყვიები ხდებოდა სახურავებს, კედლებს, ფანჯრებს და ასე შემდეგ. აი იქით მხარეს ვინ ცხოვრობდნენ, სულ დაცხრილული იყო ყველაფერი. ეხლა საზღვარი რაც არის, ანუ სოფლის ბოლოშია, ხო თუ სოფელია გაჭრილი? არ არის გაჭრილი, არა. დიახ, ბოლოა. აი ჩემი სახლიდან 200 მეტრის დაცილებით არის და იქ ხევი ჩამოდის და იმ ხევის აქეთ, პირდაპირ ხევის პირზე აქეთ უკვე სახლები არიან. რამოდენიმე მოსახლის სახლია და იქით უკვე მაგათი ფართებია გაბმული და ის არის, რა ქვია. ეს რა გავხედეთ ის ცხინვარი. დიახ, 200 მეტრია აქედან იქამდე რა. ნული საიტია. ნული ავნების სხვა მიმართულებით არის. კი, ეგ ფრონის ხეობაა და ეს არის დიდი ლიახვის ხეობა, ფაქტიურად აქედან ძალიან ახლოს ჩამოვიდის მდინარე ლიახვი, რომელიც ნუ ვერ შეწყვეტენ, თორემ მაგასაც შეწყვეტენ, ბუნებრივი ის არის, რა ქვია. და ეს არხი, რომელიც გადაგვიკეთეს წლების განმავლობაში, აი შიგნით ხეები ამოვიდა გაიზარდა წლების განმავლობაში გადაგვიკეთეს. მერე ჩვენმა საგრებულო რა არის მუნიციპალიტეტმა გაწმინდა ეს არხი. ეხლა ცოტა არის გამოშვებული, რა ვიცი გამოუვიდათ არ ვიცი. ცოტა არის გამოშვებული. და რატო გადაგიდოს? არ გვაძლევდნენ, ხო, არ გვაძლევდნენ, წყალს არ გვაძლევდნენ, გაჭრეს, არხი ხო მოდიოდა, სავსე იყო ხოლმე იმკლა არხი და გაჭრეს ის და გადაუშვეს იმაში, ბოროტები რომ არიან, ლიახში გადაუშვეს ეს წყალი. და სულ გადაგვიხმა ყველაფერი. და ჩვენი სათავე ნაგებობები ძირითადად სარწყავის და სასმელის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქიდან მოდიოდა წყალი. და როცა გადაგვიკეთეს, ვაიმე პირველი წლები იყო, სანამ დაბურღეს ჩვენებმა, სანამ ის ამოვიდა ის წყალი, სანამ დასუფთავდა სასმელად უვარგისი იყო თავიდან, მერე და მერე ისახნა რა ქვია, დაიწყეს ცოტა უკეთესი ხარისხის წყლის და
თუ კი რაიმე ქონდა, აი მოთხს არ ტოვებდით, რომ არ აგვებსო წყალი და სარწყავი წყალი ხო საერთოდ წლების განმავლობაში არ იყოს. მე მაგალითად სულ გადამიხმა ყველაფერი. ვაშლის ხეები იყო, კურწები იყო, ამ ხელახეივანი იყო გადავსებული, სულ გადამიხმა ყველაფერი. და ის კიდევ სარწყავი წყალი არ იყო რა თქმა უნდა და სასმელი წყალი ვწყავდი ბოლოს და ბოლოს რაღაცას, ხო? სულ გადათეთრდებოდა ხოლმე ზემოდან, რომ ეს ფლორიანი რო იყო ეს წყალი და ყველაფერი. ეხლა აღადგინეს აქ. ეხლა დამატებით სხვა ეს. არა, ცოტა გამოუშვეს ეხლა. ისე სავსე აღარ მოდის, როგორც მოდიოდა ხოლმე, იმიტომ რომ მთელი ბაღები და შიდა ქართლის ძირითადად მაგერია. ეს ავტობანის გაყოლება სოფლებიც რო არის. ის მაგით ირწყვებოდა ხო. მე რა გააკეთეს, იცით? იქიდან წამოიყვანეს, ნიქოზიდან გადმოიყვანეს, დიდი მილებით გადმოიყვანეს წყალი, ლიახვზე გადმოატარეს და დაამონტაჟეს საქაჩები. ის ხაჩავდა იმ წყალს, იქ ხო ელექტროენერგია იხარჯებოდა, გარკვეული პერიოდი ელექტროენერგიის საფასურს არ გვახდავინებდნენ. ეს მიდიოდა იცით როგორ, აი წარმოიდგინეთ, ეს არის ერგნეთი. აი აქ არის საქაჩი, მიდიოდა აი აქეთ ჩრდილოეთით, ჩამოდიოდა მერე. ამას ჭირდებოდა ძალიან დიდი ელექტროენერგია, მოკლედ რა. სიცოცხლე იყო ჯოჯოხეთი აქ. ახლა გააქვს სარწყავი წყალი. ეხლა გვაქვს სარწყავი წყალი, მაგრამ რამოდენიმე პიროვნებამ 14, 15, 20 ჰექტარი რო ისაქნა 59 წლით დაიმტკიცა რაღაცა გარკვეული რაღაცების ხარჯზე. სანამ ეხლა 14 ჰექტარს მორწყავს ის ჩემამდე იმ ზაფხულს მოვაწყალი? ხო არ მოვა რა. აი ეგრევად, აი მაგ მდგომარეობაში. აი ეგეთი სიტუაცია. დიახ. საზღვარია გადებული, ნახევარი სასაფლაო. არა, ქალბატონო, ეს არის ბლინდაჟია გაკეთებული. ჯარისკაცები აფარებდნენ თავს, იფარებდნენ წინ, როცა ესროდნენ. ესენიც ესროდნენ, რა თქმა უნდა, ცხინვალიდან არ ესროდნენ. მაგრამ იქიდან რო ისროდნენ, სულ დანგრეული იყო ეს. ეს არის ზემონიქოზი. და სულ დანგრეული იყო ისინი, რა ქვია. კი. სასაფლაოს აი ეს ესერი. ეს არის ჩვენი ნანა. გიგობდი. ნანა? იკილაშვილი? ძალიან სასიამოვნოა. გამიხარდა ძალიან. თქვენზე ყვებიან ორი. სადაც ეს გადის და მე ჩემი მამის საფლავი დარჩენილია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც უკვე 16 წელია ვერ მივსულ ვარ. და ყოველ აღდგომის მეორე დღეს ეგეთი ტრადიცია ჩემთვის ჩამოვაყალიბე, ვინმეს კი არ ვახვე თავზე. მივდივარ საოკუპაციო ხაზთან. მიმაქვს აი ყვავილები, პასკა, კვერცხები, სანთელ-ვანთელ, ლოცულო. ეს 2 წლის წინ არის გადაღებული. აქ როცა ვიდექი და ვლოცულობდი, რუსი ჯარისკაცი დამარგა თავზე. შემდგა სადღაც 1-3 მეტრის დაცილებით იყო. ცოდვას ვერ ეტყვი, არ შეუშლია ხელი. არც არაფერი არ ვთქვა. მაგასაც უთხარი, რომ თქვენს გილოცავთ მეთქი აღდგომას და ოღონდ იდგა, სანამ მე იქ ვიყავი, იდგა და მიღებდა სურათებს. ეს სურათები, ეს ორივე სურათი გადაიღო ჩემმა ბიჭმა, რომელიც 30 მეტრის დაცილებით დავაყენე. რომ სურათები გადაიღო, იმიტომ რომ ახლოს ვერ მიმიყვანეს, არ იყო გამორიცხული, რომ ესენი გადმოხდებოდნენ და იმას იზამდნენ, რა ქვია. გაიტაცებდნენ. ხო და თქვენთან ერთად მივიყარეთ რომ იყავით იქ ჩასული? ხო, კი, გამახსენდა. აღდგომის დღეები იყო მაშინ. ეხლა სხვათა შორის ძალიან ბევრი უცხოელი რომ მოდის, სულ მეკითხებიან, რომ შეიძლება რომ წავიდეთ იქ, ვეუბნები რომ არა. თქვენ წაგვიყვანეთ რა, მე ვერ წავიყვან, ჩემ თავზე ვერ ავიღებ, რა ვიცი, იქნება რა ხდება და ჯერ ერთი მე ძალიან დიდი ნდობით სარგებლო ამ ჩვენს იმაში, რა ქვია, სამართალდამცავები ვინც დგანან იქ, იმიტომ რომ მე განსაკუთრებულსა და რაღაცას ვერ ჩავიდე. და ამიტომ თუ სადმეს მეგულებას საფრთხე, იქ ნამდვილად ვერ გავწირავ ვერავის. ხო და ეხლა ვერ გიბათ დღესია. არა. იქ ეხლა პატრულირებენ ალბათ ისინი, რა ქვია, ჩვენი ისინი და მე უხერხო მდგომარეობაში არ მინდა რომ არც მე ჩავარდე და არც მე ჩაგაყენოთ, რა ვიცი. შეიძლება ძალიან ხშირად ჩასაფრებებს აკეთებენ ხოლმე და თუ რაღაცა შეიძლება საშიშია და რატო ისე ვქნათ. კიდე მე პროვოკაციაში არ ჩავიდე. დიახ, რა თქმა უნდა. არა, ეხლა უკვე დამირეკეს ამის დღეს რომ უკრაინის დროშებით მოდიან შენთანო.
ხო და ვინ არიანო და მეუთხარი არ ვიცი ვინ არიან ჯერ ერთი მეთქი მეუთხარი და მეორეც ერთი რა მოხდა მე უკრაინის დროში რო ვიდეო მეც მინდოდა რომ უკრაინის დროშა მქონოდა ეზოში ორივე დროშა მაქვს საქართველოს და ესა ევროკავშირი იმიტომ რომ ერთიც მჭირდება და მეორეც მინდა რომ იყოს ევროკავშირი მაგრამ უკრაინის დროშა ახლა შეგნებულად აღარ ჩამოვიდე იმიტომ რომ ცხინვალი და ყველაფერს ხედავენ დრონები იქით აქეთ დაარჩენების დაფრინავენ და ის რა თქმა უნდა რომ ზუზულებს სადღაცაც ღამე განსაკუთრებით და რა თქმა უნდა ვცნობ და სხვათა შორის აი ახლა აქ არ არის ის პიროვნება მე რომ მივდივარ ზანთარში მივდივარ აქედან სადღაც ნოემბრის ბოლოს დეკემბერში უკვე თოვლი რომ წამოვა და რაღაცა იმიტომ რომ ჩემი სახლის 14 სახლია დაკეტილი და მარტო მე ვარ მარტო ტურები აი ეს ჩემ ეზოში იმაში კივიან ხოლმე იმდენი იქიდან ჩამოდიან რა ქვია ეს წვერია ხოდა და იქიდან ხო და რამე რო გამიჭირდეს აი ვერავის ვერ მივაკითხავ 14 სახლია დაკეტილი პირიქით ყველა სახლს შემოვევლი ხოლმე რომ ისა დავათვალიერო რა ხდება და მით უმეტეს აი შობას სანთლებს რომ ვანგებთ პატრიარქის მოწოდების აი სადაც ხელი მიმიწვდება იმ შუაღამისას დავდივარ და პანტერ ძალიან ძიმია ეს ყველაფერი მაგრამ უნდა გაუძლოთ რა სხვა გზა არ არსებობს და ნაძვის ხელს გავხოლმე ეზოში რომ დაინახონ რომ აქ ხალხი ცხოვრობს და არ არის ჩაბნელებული და ჩაკეტილი ესე იგი სოფელი